მოგესალმებით. მე დღეს გასწავლით, როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ბრიოშის ტიპის ფუნთუშები ძალიან მარტივად და თან სახლის პირობებში. მე ამისთვის დამეხმარება დღეს სიმფონიას ბრენდის მაგისტრალე ფქვილი, რომელიც არის ძალიან კარგი ხარისხის და იდეალური არის ამ ტიპის ფუნთუშების მოსამზადებლად. შეფუთვაზეც რომ ვნახოთ, პირდაპირ აწერია, რომ არის ფუნთუშებისთვის, ასევე პანეტონესთვის და ძალიან ცხიმიანი ცომის მოსამზადებლად. გარდა მაგისტრალისა, ჩვენს მაღაზიაში სიმფონიას ბრენდის სხვადასხვა ფქვილები არის წარმოდგენილი. ეს იქნება კრუასანის მიმართულება თუ ნამცხვრის. ბრიოშის ცომის მოსამზადებლად გაითვალისწინეთ, რომ ყველა ინგრედიენტი იყოს მაცივრის. მიქსერის ჯამში მოვათავსოთ კვერცხი რძე, შემდეგ მშრალი ინგრედიენტები, ყველაფერი გარდა კარაქის. საფუარზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ამ შემთხვევაში ვიყენებთ დაპრესილ საფუარს, რომლის შეძენასაც ასევე DGF Arias სივრცეში შეძლებთ. რაც შეეხება კარაქის შერევას, აუცილებლად ცომი, როდესაც მოიზრდება, უკვე წვრილ კუბებად დაჭრილი ძალიან ცივი კარაქი ბოლოში დაემატება. შუალედში მოზელვისას აუცილებლად ამოვურიოთ, რადგან კარაქი კარგად გაიხსნას ცომში, შეგვიძლია მოვხსნათ. ძალიან მნიშვნელოვანია ფქვილის ხარისხი, რასაც ვიდეოს დასაწყისში ვამბობდი ბრიოშის ცომებზე, რადგან ეს არის ძალიან დიდი რაოდენობის ცხიმის შემცველი ცომი და ფქვილი თუ არ არის ხარისხიანი, ძალიან უჭირს, რომ მივიღოთ ესეთ მოკლე დროში ესეთი კარგი ტექსტურა. ეს არის გვერდებზე შევამჩნევთ გლუტენის ქსელი, როგორ მალე ვითარდება და ყალიბდება ძალიან ძლიერი ცომი, რომელიც გაბრყელებისას აღარ გამოდის ცხიმი და ინარჩუნებს შიგ-თავს თავისუფლად. როდესაც ცომი გვერდებზე აღარ მიეკრობა და ძირი ძიოლად მოიხსნება, უკვე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მზად არის. ასევე მნიშვნელოვანია ცომის ტემპერატურა. იდეალური არის 24 გრადუსის ცომი. შეხებაზე გრილია, ელასტიურია. მოკლედ ძალიან კარგი ცომი გამოგვივიდა. ახლა გავყოთ ეს ცომი ორ თანაბარ ნაწილად, დაახლოებით 620 გრამიანი გუნდები გამოგვივა. ცომა უნდა გაიაროს ცივი ფერმენტაცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბრიოშის ცომებზე, რადგან გემო ვითარდება და სტრუქტურაც ძალიან კარგი გამოდის. უბრალოდ მსუბუქად მოვამრგვალოთ, გადავიტანოთ საკონდიტრო თასებში, გადავაკრათ სამზარეულოს ცელოფანი და ერთი ღამით გავუშვათ მაცივარში. ასე გამოიყურება მაცივარ გამოტარებული ფერმენტირებული ცომები. სათითაოდ მინდა გავაბრტყელო ახლა და მოვათავსო შიგნით შიგთავსი. შიგთავსად კი გამოვიყენებ ჩემთვის საყვარელ პროდუქტებს. ეს არის ევროკასის ბრენდის სხვადასხვა თერმული შიგთავსები, რომელიც მინდა სათითაოდ კარგად გაგაცნოთ. პირველ რიგში, რასაც გამოვიყენებ, ეს არის სპეკულოსის კრემი, 57%-იანი სპეკულოსის ბისკვიტები, დარიჩინის გემო მკვეთრი და მარილის, ვისაც გიყვართ, მაშინ ეს შიგთავსი თქვენთვის არის. შემდეგი არის ისევე ევროკასის ბრენდის ვაშლის ჯემი, არის კუბების სახით. ესეც არ არის ზედმეტად ტკბილი, უკვე გადარეული აქვს დარიჩინის პუდრი. კუბები არის საკმაოდ ხრაშუნა, საინტერესო ტექსტურა, ბუნებრივი გემო აქვს, რაც მთავარია. ესეთი ტიპის ჯემებში მნიშვნელოვანია, რომ არ იგრძნობოდეს დანამატები და ასე შემდეგ. და კომფორტულია იმ მხრივ, რომ არაერთხელ გამომიყენებია, როგორც ცივი მომზადების, ასევე ცხობაში არის თერმოსტაბილური და ფანტასტიკურად ინარჩუნებს თავის ტექსტურას. შემდეგი პროდუქტი, რასაც გამოვიყენებ, ეს არის ევროკასის კენკრის მიქსი, რომელიც არის გამოიყენება როგორც შიგთავსად, ასევე ტოპინგად. და არის არაჩვეულებრივი შეფერილობის და გემოზეც ძალიან ნატურალური ბუნებრივი გემო აქვს. სუბუქად დავფქვილოთ მაგიდან და გავაბრტყელოთ ცივი ცომი დაახლოებით 3 მმ-ის სისქეზე. $600 გრამიან ცომზე დაახლოებით 200 გრამი შიგთავსი შეგვიძლია გადავანაწილოთ. მიღებული ხვეულა
დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გავაჩეროთ მაცივარში, რომ დასტაბილურდეს. შემდეგ გავაკეთოთ ნაწნავის ფორმა. სწორი ზედაპირის შპატელით უბრალოდ შუაზე გადავჭრი და გავწევ ცომს. ცომი არის მაცივრის ტემპერატურის და იულია სამუშაოდ. ამოვატრიალოთ ნაკეცით გარეთ და უბრალოდ ერთმანეთს გადავადოთ, როგორც მოგვეხერხება. სასურველია შედარებით მჭიდროდ. აი ასეთი ნაწნავი მივიღეთ და პირდაპირ გადავიტან საცხობ დაფაზე. თანაბრად გადავანაწილოთ სპეკულოზის ფენა. სასურველია მიკროტალღური ღუმელის მეშვეობით გათბობა დაახლოებით 10 წამის განმავლობაში, რომ თანაბრად და კარგად განაწილდეს. მოგეხსენებათ, ვაშლის და დარიჩინის გემოები ძალიან უხდება ერთმანეთს. სპეკულოზის ხრაშუნა ფენა, დარიჩინიანი და ზემოდან განაწილებული ვაშლის კუბები იქნება იდეალური შერწყმა. გადავახვიოთ იგივე პრინციპით. გადავიტანოთ მაცივარში 10 წუთის განმავლობაში, რომ შემდეგ იოლად გავჭრათ და დავაფორმიროთ. ნაკეთს მოვათავსოთ ძირზე და დავიწყოთ იგივე პრინციპით გაჭრა. როგორც ხედავთ, ბრიოშის გამოსაცხობად არანაირ ფორმას არ ვიყენებ და ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივია სახლის პირობებში, უბრალოდ გავაკეთოთ ნაწნავი, მოვათავსოთ საცხობ ვანგარზე. ბევრი აფუებაც არ ჭირდება, შეგვიძლია დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ გამოვაცხოთ. ოქროსფერი ფერის მისაღებად გადავუსვათ კვერცხის აბაზანა. ამ შემთხვევაში გაკეთებული მაქვს კვერცხის გული, მთლიანი კვერცხი და რძე თანაბარი პროპორციით. უკვე მზად არის გამოსაცხობად. გამოვაცხოთ 160-165 გრადუსზე თქვენი ღუმელის მიხედვით დაახლოებით 30-35 წუთის განმავლობაში. გამოცხვა ჩვენი ბრიოშები. ახლა შეგვიძლია დავასრულოთ ყველასთვის ცნობილი პროდუქტით, ეს არის DGF-ის ნეიტრალური გლასაჟი, ცივი მომზადების ჟელე იგივე, რომელიც მზა პროდუქტია და სჭირდება მხოლოდ მცირეოდენი წყალი, რომ გავხსნათ და იდეალურ ბზინვარებას მიანიჭებს ჩვენს ბრიოშებს. ჩვენი ნეიტრალური ნაპაჟი იდეალური არის პროდუქტის ვარგისიანობის ვადის შესანარჩუნებლად, ასევე ვიტრინაში არსებული დესერტებისთვის, ხელს უშლის პროდუქტის გამოშრობას. შეგვიძლია მოვაყაროთ დეკორატიული შაქარი, რომელიც ამ შემთხვევაში ძალიან კარგ ვიზუალს მისცემს და არის უდნობი, რაც თავარია. მართლა საოცარი სურნელი აქვს და დარწმუნებული ვარ უგემრიელესია.